მარნეულში იმამ ალის სახელობის მეჩეთში დღეს პარასკევის ლოცვა აღევლინა. ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა ლოცვის შემდეგ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ ირან-ისრაელის ომის საკითხს შეეხოდა მწვავე დაგმო ისრაელის ქმედებები. ჰაჯი ჰაჯიევმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა სეიედ ალი ხამენეის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ადგილობრივი რელიგიური ლიდერების სახელით განცხადება გააკეთა. ირან-ისრაელის ომმა შესაძლოა რეგიონისთვის მძიმე შედეგები მოიტანოს. საერთაშორისო ლიდერებს და მსოფლიო სახელმწიფოებს, განსაკუთრებით მუსლიმურ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ ომის შესაჩერებლად. ჩვენ, როგორც საქართველოს მუსლიმები და განსაკუთრებით სეიდ ალი ხამენეის მხარდამჭერები, ამ ომის და ასევე პალესტინისთვის სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შეწყვეტას ვითხოვთ. ჰააგის სასამართლოს უთხოვთ, რომ მკვლელი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაისაჯოს უმკაცრესად. განსაკუთრებით ხამენეის და სხვა უზენაეს რელიგიურ პირებზე მუქარა მიუღებელია. ასეთი დანაშაულები რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობას დაარღვევს და შესაძლოა სიტუაცია უმართავ ქაოსამდე მიიყვანოს. ჩვენ ვგმობთ სიონისტური რეჟიმის ქმედებებს, აღნიშნა ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა ადგილობრივი რელიგიური პირების სახელით. აღსანიშნავია, რომ დღეს მარნეულში გამართულ პარასკევის ლოცვას საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მაჰმუდ ადიბი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.